ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა, წერილი, კომენტარი დაიწერა, რომ წესები ჩვენც აგვიხსენითო, ისეთი ადამიანი უყურებს, ზოგიერთი, რომელმაც წესები არ იცის, მაგრამ იუთუბერების და ცნობადი სახეების გამო ამ გადაცემას უყურებს. ჩვენ ახლა ვეცდებით, ნათია ეცდება უпростоრად, ჩვენი წამყვანი, ჩვენი კრუპიე ეცდება, რომ ძალიან მოკლედ ავხსნათ წესები, ძალიან დიდი დრო ჭირდება მთლიანად რომ ავხსნათ, მაგრამ მოკლედ აგიხსნით ახლა. მაგალითად რა რას უგებს, ხო? და აი პირველი კომბინაცია რო აგვიხსნა, რა არის? მეც მოგესალმებით, შევეცდები მოკლედ და გასაგებად ავხსნა, ასე ვთქვათ, პოკერის კომბინაციები, რომელიც დილეტანტ, ასე ვთქვათ, მაყურებელს, რომელსაც აინტერესებს, რაღაცნაირად დაეთანხმება. დაეხმარება. ხო, დილეტანტია, მეგობრებო, რომელსაც არის. არ არის ისეთი. კარგი, მოკლედ. კარგაიგო. ეთილი ადამიანი. ესე იგი, თავდაპირველად, როდესაც მოთამაშე, ასე ვთქვათ, ჯდება მაგიდასთან, მას აქვს საწყისი სტეკი, რომლითაც ის იწყებს თამაშს. თამაში 50,000. 50,000 არის, გვიდევს 50,000, მაგალითად შენ გიდევს და ასევე მეც მიდევს 50,000 და როდესაც დილერი იწყებს დარიგებას, აუცილებელი პირობა არის მაგიდაზე ჯერ გაითვალოს, ვინ არის small blind და ვინ არის big blind. ბლაინდების მაგიდაზე არსებობა არის წინაპირობა იმისი, რომ დარიგდეს, ასე ვთქვათ, კარტი და დაიწყოს თამაში. ბლაინდი შეიძლება დაიწყოს არის ძალიან ინდივიდუალური, შეიძლება დაიწყოს მაგალითად ბლაინდი იყოს small blind 100 და big blind აუცილებლად უნდა იყოს მისი ორმაგი ოდენობა, 200 ამ შემთხვევაში და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ეგრეთ წოდებული ბატონი იდება თავის პოზიციაზე, სადაც უნდა იდოს, ასე ვთქვათ, ეს ბატონი და შემდგომ იქნება small blind და big blind. შეიძლება ქალბატონიც იყოს. შეიძლება ქალბატონიც იყოს. მოკლედ, დარიგების დროს მიდის ვაჭრობა აუცილებლად, პრეფლოპ ვაჭრობას ვეძახით, ვისაც რა კარტი მოუვა და თავიდან ნიშნულოვანი პირობა არის ასევე ის, რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ თამაშობს მაღალი 5 კარტი, ყველაზე მაღალი 5 კარტი, ის 2 კარტი, რომელიც მოგივიდა პირობითად შენ და ის 2 კარტი, რომელიც მე მომივიდა და ფლოპზე ამოსული 5 კარტიდან. ანუ მაქსიმუმ ჯამში 7 კარტიდან თამაშობს უმაღლესი 5 კარტი. რაც შეეხება კომბინაციების, ასე ვთქვათ, ამბავს, პირველი ეს არის, რომ როცა მაგალითად საერთოდ არაფერი არ არის მოსული. არც წყვილი, არც რომელიმე სხვა კომბინაცია, ეგრეთ წოდებული ტრიპსი, ან ფლეში და ასე შემდეგ, მაგალითსაც გაჩვენებ. აი მაგალითად, უმაღლესი 5 კარტი თამაშობს, როგორც მივხვდით, ანუ როგორც გითხარით და ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩვენ წყვილი, არც რომელიმე სხვა, ასე ვთქვათ, კომბინაცია, ასეთ შემთხვევაში ითამაშებს უმაღლესი კარტი, ანუ ამ შემთხვევაში კაროლი არის აი ამ 5-დან უმაღლესი. შემდეგი არის ეგრეთ წოდებული ერთი წყვილი, მაგალითად, როცა მოდი ესე რომ გლეხურად რომ ვიკითხო რა. მე მაგალითად მიჭირავს რაღაცა 6-იან, 5-იანი. ესე არ ჯობია, რომ ეხა პირდაპირ აი ესე გიჭირავს მაგალითად. ხო. თამაშობს შენი უმაღლესი, ანუ კაროლით მოიგებ ამ ყველაფერს რა. ანუ მაღალი კარტი. შენ თუ კაროლზე მაღალი კარტი არ გიჭირავს, ამ შემთხვევაში მე ვიგებ. ამ შემთხვევაში შენ იგებ, მაგრამ მე თუ მიჭირავს ტუზი, მე მოგიგებ შენ მაღალი ტუზით. აქედან ვანდება ყველაზე დაბალი, ხო? ხო, აი ითამაშებს ეს უმაღლესი 5 კარტი. ამის გარდა ვთქვათ, შემდეგ მოდის ეგრეთ წოდებული ერთი წყვილი, რასაც ვეძახით რა, მაგალითისთვის ეს რო გეჭიროს ახლა შენ ხელში და აი ფლოპზე, ანუ ფლოპი არის პირველი 3 კარტი, რომელიც ამოდის, ანუ ეს, შემდეგ არის თერნი, ეს არის მეოთხე კარტი თერნი და მეხუთე კარტი არის ეგრეთ წოდებული რივერი. თუ შენ პირობითად ახლა ხელში გიჭირავს დამა, ან აქედან ცხრიანი, ანუ ეს არის უკვე ერთი წყვილი და თამაშობს ერთი წყვილი. მეორე კომბინაცია არის 2 წყვილი. დამა 6-იანი და აი გამოვაგდოთ თქვათ ეს 8-იანი. აი მაგალითზე ხა მე მიჭირავს. აი მაგალითად ფლოპზე არის ამოსული, ფლოპი არის ეს მთლიანად 3 კარტი თავისი თერნი და რივერით, ანუ 5 კარტი სრულად და შენ გიჭირავს ხელში დამა 6-იანი. ანუ შენ ყავს ამ შემთხვევაში 2 წყვილი. 2 წყვილი მყავს, ესაა მესამე კომბინაცია. და ითამაშებს აი ეს 2 წყვილი. შემდეგი კომბინაცია არის ეგრეთ წოდებული ტრიპსი. ეს არის 3, კი, სეტსაც ვეძახით, ეს არის 3 ერთნაირი კარტი. მაგალითისთვის აქროიდოს სიტყვაზე აი ეს და მე რომ მეჭიროს
კაი, შენ დაიჭირე, მოდი, შენ რო გეჭიროს ხელში, შენ გაქვს ხელში მაგალითად დადე, რა გაქვს ხელში 2 დამა და 2 კაროლი ამ შემთხვევაში. ანუ შენც სეტი ყავს ხელში ტრიფსი ეგრეთ წოდებული, აი ეს და მეც მყავს ხელში, მაგრამ ამ შემთხვევაში მეგიგებ, იმიტომ რომ მე მაღალი სეტი მყავს შენთან შედარებით. მოდი მეჭიროს მე ეს 2 დამა. შემდეგი არის ეგრეთ წოდებული სტრიტი. სტრიტი არის 5 ზრდის მიხედვით. ნახეთ, აი მაგალითად 3, 4, 5, 6, 7, 10-იანი ვალეტი, დამა, კაროლი, ტუზი, ან 9, აგერ 10, 8, 9, 10 ვალეტი გვინდა. აგერ ვალეტი 7-იანი გვინდა. აგერ ეს სტრიტი ავაწყოთ. აჰა. 7-იანი დაეწყობა რა. დაუშვათ მიჭირავს მე 7-იანი. ფლოპზე ეს ამოვიდა. და შენ გიჭირავს უკვე სტრიტი ხელში, იმიტომ რომ 5, 6, 7, 8, 9 უკვე არის სტრიტი. კი ბატონო. ანუ სტრიტი არის 5, აი ესეთი კარტი ზრდის მიხედვით. კი ბატონო. ანუ იგივე არის მაგალითად 10-იანი ვალეტი, დამა, კაროლი, ტუზი. აი ესეც. იგივე სტრიტია. აი ესეც სტრიტია. კი ბატონო. და მე მაგალითად ეხა და ასევე ყავს აქ დამა რა. აი ესე რო იდოს და მე მეჭიროს დამა, ამით სტრიტს ავაწყო. რა თქმა უნდა. ასევე ტუზი 1 2 3 4 5 ანუ კი ბატონო, ეს გასაგებია. ეხა შემდეგი არის ფლეში. ფლეში არის 5, ასე ვთქვათ, როგორც ვთქვით, რა თქმა უნდა, 5 მაღალი კომბინაცია თამაში. 1 ფერის კარტი. 5 1 ფერის კარტი. მაგალითად 5 ჯვარი ერთნაირი, 5 ერთნაირი გული, 5 ერთნაირი აგური, 5 ერთნაირი ყვავი. აქაც მაღალი იგებს. აქაც რა თქმა უნდა. აი მაგალითად თუ არის რომ მე მიჭირავს ეს, მოდი ეს მე დავიჭერ. აი ესე რო იყოს. და შენ გეჭიროს რამე 1 გული დაბალი. აჰა ეს. ანუ დადე შენიც დადე, ანუ მეც ფლეში მყავს და შენც ფლეში ყავს, მაგრამ მე მყავს ამ შემთხვევაში მაღალი ფლეში. კი ბატონო. აი ეს. შემდეგი არის full house-ი. Full house-ი არის 3 ერთნაირი და პლუს 2 ერთნაირი კარტი. მაგალითად 3 5-იანი და 2 2-იანი. 3 კაროლი და 1 დამაც მომეცი აქედან შენ ყავს. ეს არის full house. ხო, მაგრამ მოდი ისეც ავუხსნათ, რომ აი ხელში რო ეჭიროს. აი მაგალითად კაროლი და დამა დაიჭირე ხელში და აი აქ დავდოთ ნებისმიერი რამე სხვა 2 კარტი. აი ეს რო იყოს ფლოპი, თავისი turn-it river-ით, ანუ 5 კარტი წარმოდგენილი და ვთქვათ ლევან შენ ყავს ხელში დამა კაროლი. ამ შემთხვევაში შენ გექნება full house-ი. შემდეგი არის კარე. შემდეგი აღარ ავხსნათ, იმიტომ რომ სამი დავჭერთ. კარე არის როცა 4. შემდეგი არის როცა 4 ერთნაირი კარტია, მაგალითად 4 დამა. ეს ერთი შენ კონდეს ხელში, აქ იდოს რაღაცა ვალეტი და აქ იყოს მოდი აი ბანძი 2-იანი რაღაცა რა. და ეს უკვე კარეა. და მეორე კარტი რაღაცა დამა 3-იანი გიჭიროს პირობითად შენ ხელში. შოუდაუნის დროს იხსნება რა თქმა უნდა კარტები, ვნახულობთ მოთამაშეებს რა კარტი ყავს და რა თქმა უნდა მოთამაშემ იცოდა თავის დროზეც რომ ყავდა კარე, იმიტომ რომ ბუნებრივი ამას არ დაყრიდა და ითამაშებდა ამაში და არის კარე. შემდეგ არის street flash-ი. Street flash-ი არის კომბინაცია, რომელიც არის ერთდროულად როგორც სტრიტი, ისე ფლეში. მაგალითად, ვთქვათ, ჯვრის შემთხვევაში 7, 8, 9, 10 ვალეტი. სტრიტიც არის და ფლეშიც. ეს არის ბოლოსწინა კომბინაცია. ბოლოსწინა კომბინაცია და ყველაზე მთავარი გრანდიოზული კომბინაცია ასევე გვაქვს Royal Flash-ი. 10-იანი ვალეტი, დამა, კაროლი, ტუზი, ოღონდ 1 ფერის აუცილებლად. მაგალითად, აგურები დავაწყოთ. ეს არის Royal Flash. გისურვებთ Royal Flash-ებს. ო, ნუ ძალიან იშვიათია, მაგრამ იმედია ამოვა. ჯერჯერობით არ ყოფილა არც ერთ მაგიდაზე. მინიმუმ კარეს. მადლობა ესე მარტივად წესების ახსნისთვის. ჩვენ ვეცადეთ რაც შევა მოკლე დროში აგვიხსნა ეს ყველაფერი. კიდე თუ რამე ვერ გაიგეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში, აგიხსნით, არ იქნება პრობლემა. ეხლა კი უშუალოდ დაიწყება თამაში და შევხედოთ რა იქნება. მე გავალ საკომენტატოროში, ნათია კი დარჩება და გაუძღვება თამაშს. გამარჯობა, მე ვიტუჯი ვარ სიცილიიდან და სიტყვას გადავცემ ანანოს. იმედია, კარგი თამაში და კარგი ვიდეო გამოვა. დაალაიქეთ. გამარჯობა, მე ვარ ძალით მოთრეული აქ, ანანო, თოთიაური, თამაშობ მეორედ, მაგრამ შეგიძლიათ უკვე დადოთ ბეთი ჩემზე, იმიტომ რომ მე აქ მოსაგებად მოვედი.
თამაშს დაჭირდება პროფესიონალი მოთამაშე. და უბრალოდ სიტუაცია რო გაგვეკონტროლებინა, მოგვიწვიეს ალექსანდრე ხეროდინაშვილი და ან შენ თქვენ თვითონ ნახავთ. Fold. დავფოლდოთ ხო? არა გავიდეთ. წინასწარ დავფოლდოთ ყველა. სალამი, მე ნიკი სლოუ, გლდანის გეტოს ერთ-ერთი რეპერი და დღეს შევეცდები რომ აქ მაგარი თამაში ჩავატარო და მე ვიყრია. როგორ არის გლდანის? GRS. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. წარმატებებს გისურვებთ თითოეულ მოთამაშეს. ამ პროექტს ბევრი წარმატება, ვიცით რომ ასე ვთქვათ, სატესტო პირველი სეზონია და იმედია გაამართლებს და ძალიან კარგი გამოხმაურება იქნება ამ ყველაფერს. წარმატებები ყველას. გამარჯობა, ირაკლი. საინტერესო თამაში იქნება. თამაში როგორც გამოჩნდა, არავინ არ იცის, ყველა სათვალით არის. ასე არ ვიცით რა მოხდება. დაელოდეთ. მე რეპერი ვარ ჩემში შეიძლება. მე ხამეც ვატარებ. ინტუიტულის უკვე. პირდაპირ როლინები ხო შევიდეთ. ჯიტუჯი მაფიოზია. მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით პოკერის YouTube ლიგით. ძალიან ვისტრესები. დღევანდელ გადაცემას კლავინდებლად წარუძღვები მე ირაკლი ლეშკაშელი, იგივე Poker Pro და ჩემი ძმა და მეგობარი ლევან კვარაცხელია, იგივე რობერტო მავანი. ნიკის სიტყვა არის 500-ია ქოლი. მოგესალმებით მეგობრებო. კარგ საღამოს გისურვებთ და კარგი დროის გატარებას პოკერთან ერთად. ძალიან კარგი სტუმრები გყავს, მოგესალმენ, ჩვენი წარდგენა აღარ ჭირდებათ მათ და ნახოთ აბა რა სიზავენ. მე უნდა დავიგახო რა. ჩემი სიტყვა კანონია უკვე. შენ სიტყვას არ ვიგებ. ჩვენთან ერთად თამაშს წარუძღვება ნათია, აუცილებლად. თამაში ხართ 5 თავისთავად. ნათია თავისთავად. თავში რომელმაც წესებიც აგიხსნა წესები და მე გამოვედი დავტოვე. მე წარვადგინე უფრო. პირველი ხელი 6-ვე მოთამაშე თამაშია მეგობრებო. ალექსანდრე ჩეკ, ანანო ჩეკ. Turn. ჩეკ. ირაკლი ჩეკ, ჩეკ. ნახოთ როგორ წარიმართება. მე ვიქნები დღეს ფსონს განვათავსებ ჩემსას გუგაზე, იმიტომ რომ გუგამ ძალიან კარგად იცის ჩემი აზრით თამაში და არ უნდა ჩვენება ადამიანს. ოპონენტებმა ცოტა ვერი ძალიან დაბალი კუშია გუგა. კუში დაბალია. ძალიან რთულია, როდესაც ოპონენტებმა შედარებით არ მე იციან მოდი თამაში. ჩემ ძმა და მეგობარ G2G-ს წავიდა. მხარეს დავიჭერ. წავიდა, მაფიოზურად. სხვათა შორის 22 საათზე კვირას არის მაფიის ფინალი. კი ბატონო და საკმაოდ საინტერესო ფინალი იქნება. სიცილიიდან. კი ბატონო. აქედან მიდის ეგრევე სიცილიაზე. აქედან სიცილიას. ჩაცმულობაზეც კი კი, უკვე გადის. ჩაფარებულია გადია. ბლაინდები შემოდით small big. ეკუდევს ჩემოდანი ქვევით. ალექსანდრე შენი სიტყვა 500 არის ქოლი. ჩეკი ქვია ხო? Call. Call. Okay. Call 500, ანანო, call. პირველი პოტი კი გუგამ წაიღო არაფერში. დაწინაურდა შენი. დაწინაურდა. შენი ცხენი დამები და ტუზები მეგობრებო საკმაოდ დაიძაბება. ორიანები ხოცეა. Call. ნიკის ტუზები, ირაკლის დამები, ანანოს ორიანები. Call ნიკი 2000. Call. ანანო. Call. Fold. მომეცი? კი, რა თქმა უნდა. სამნი ხართ თამაში. Flop. იქნება ვითომ ოლინები, თავი დაყაროს. ნიკი მქოლი. ქოლით და მიიღო პირველი ტუზი. სიტყვა არის ნიკის. ჩეკ. Check, G2. 3000 bet. ამას ირაკლის სიტყვა არის. G2G უტევს არაფერში. Call 3000. ნიკი. რაის. რამდენი? მინიმუმ 6. ნახე 6000-ია რეიზი. 3 უნდა დაამატო. სანამ თამაში ვისწავლი, მანამდე წააგებენ. აი თავს დავდება აქ. ზუსტად ვიცი რომ კარგად გავიგე ყველაფერი. მე კიდე ზუსტად ვიცი რომ მოვიგებ. Fold. Fold. ირაკლი. გაწყდა ჩემი საუბრის. 3 უნდა დაამატოთ. ესე არ დაუთვლია ხო პოკერში არ არის. Call. Turn. ის გულზე? ნიკის სიტყვა არის. Check. Check. ირაკლი. Check. River. ნიკის სიტყვა.
რივერზე კაროლია მოვიდა, არაფერი შეცვალა. G2G-მ თავში შემოიტყა ხელი. ერთი წუთი მაფიქრეთ. Poker combination. გავყოლოდი. ინა ვიტი ჩაგირთოთ რამე? ამას. კაი, ჩეკ. ნიკიბას დაჩეკა. ოი. 10000. და 10000-ო, ირაკლი? ან 10 უნდა შემოვიდა, ხო? 10 უნდა შემოვიდა. მინიმუმ უნდა გაუსწოროთ და რა ვიცი, გინდა რეისი მინიმუმ. ვაუ. Call, showdown, გახსენთ კარტები. დამები. ოხუზები დამები. აი, ხოთო პირველი დავით ფალო გინდა? ხათე შორის. მეორე ხელში. შენი აგორებულია, ბიჭო, შენი აგორებულია. ის როგორ ჩეკავდა ღმერთო? გილოცავ. ეხა ოლინ შემოდი და წააგე და წადი სახში. G2G რო რივერამდე მისულიყო ძალიან გაიწირებოდა. 10000 რეის. 2-2-იანი, მოკლედ. ანანოსთან ჩაწერილია. Call. კენ კოლ. ატარანიშნებზე სწავლობდა სკოლაში. Fold. ირაკლი. 600 ვასწორებ. 600 უნდა დააყოთ. Flop. ირაკლის სიტყვა. ჩეკ. Check. გუგა check. ალექსანდრე check. ანანო check. Turn. ირაკლი. Check. გუგას სიტყვა. ჯერჯერობით ორიანები წინ. ჯერჯერობით წინ გახლავთ ორიანები, მეგობრებო. გაგიკვირდებათ და 500. აი, მინიმუმ 600. 600. პატარა ბეთი. Call 600. გუგა. Call. ალექსანდრე. Fold. თამაში ხართ 3. და რივერი რას გვეტყვის? აუ, კაი ბანკია. რივერზე ფლეში ჩაიხურა. Check. ირაკლი მოიგოს ხელი. ანანო. რამდენს ვამატებ? მინიმუმ 600. მაი 600 იყოს. 600. ირაკლი. რეის. 2000 რეის. ირაკლი შვიდიანის ფლეში ნახე რა აგრესიულად. მიხვდა რომ ჯვარი არ ყავდა ანანოს. იყოს 2000. კოლით მიიღო ანუ. ხო, სუსტი კოლი ძალიან. რატო რა უნდა იქნება? დაყრიდა. ვერაფერს ვერ უგებს. უეჭველი უნდა გახსნა, ფლეში ყავს. რეალურად ვერაფერს ვერ უგებდა ეგ. ეს კამერა დავამატეთ ზემოდან. ჩვენი ორი კადრი არის ხოთა შორის. რა პრობლემა? აღსანიშნავია. გამიას ხوار გაუფრთხილე. ასე ვითარდებთ. დამეფოლდა. მე შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია ოპერა. ოპერა ბაკურიანში და ბაკურიანი ინი, რომელიც ახლა გამოჩნდა კადრში. იგი იზრუნებს, იგი ითქმება შენობაზე. ბაკურიანი ინი, სასტუმრო ბაკურიანი ინი იზრუნებს ამ პოკერში გამარჯვებული ფინალისტების ჩაცმულობაზე არა, დასვენებაზე. დაბინავებაზე და კვებაზე და ყველაფერზე. მასაჟებს გაუკეთებენ. მადლობა ოპერას და ბაკურიანის. 3500 რეის. ნიკის სიტყვა. ვიღაცამ ხერის ნიკი ექშენი. ვისა აქ ნიკი? რეპი არ იყო. თუმცა ღიღინი იყო. შემოხვიდეთ და შეგიძლიათ. ნიკი წაიღიღინა. არა, მეგონი ალექსანდრე ღიღინებს. ო ისე რომ ვერავინ ვერ ამჩნევს. ეს საოპერო ღიღინია, ვითო? თავისი მანქანის მოტორის ხვაზე ღიღინებს. ჯიჯი. Fold. თამაში ხართ ყოველდღე. Flop. გუგას სიტყვა. 2500. გუგა უტევს. Bet. პლეფლოპზე აგრესორი იყო და გამაგზერებელი ბეთი. შავი. 2500-ია, ხო? კოლა. ხო, ემატო. Call 2500. გემის თამაში არ ვიცოდი როგორი იყო და მაინტერესებს. კოლით მიიღო ნიკი, არაფერი არ ყავს საერთოდ, ძალიან რთული კოლი არის. გუგას სიტყვა. გუგას ხვაქს არ აქვს, კიდე უნდა გავიდეს და 6500 bet. თან საკმაოდ სუყებეც გადის. ინში მაგ რაში შეიძლება. და ნიკიც როგორ ჩანს კოლით პასუხობს არაფერში. რეები ყავს. არა, თქვა არა. არა. River. არა, არ შეიძლება ეს შენ გუგას მაგას ამბობ შენი სიტყვა. კარტიდან გამომდინარე. აბა დუხს ვინ დააგდებს?
ძალიან ჩუმა დავთამაშობთ თუ მე მეჩვენე რაღაც მუღამში შევედით მაგის ძალიან მანიშნებელია. არა იუთუბერული თამაში. არა, მე სხვა შორის ახალ რაღაცებს ფიქრობ. რაცა ჩემო. გინესახლეავში. ტუალეტოვანა მაინც თამაშობ დაწოლილე. იქ დიმენა ღალხი საღუყიდის სოჟული ჩადეს უკვე. ეგეთი ხუმრობები არ ის ყველაფერს შემოვა რაც არ უჭირს ფული. ხო, აქ გუგამ შენიშნა მისცა რომ გათამაშების დროს. მეც მინდა მაგდანი. არ ვილაპარაკოთო, იმიტომ რომ უწევს, ფიქრი უწევს, ხო, რა გათამაშებს. ხო, მაგრამ ეს YouTube-ია. ხო, მაგრამ მაინც გუგა ცოტა პროფესიონალურად უყურება და აქ როგორ მაინტერესებს რა ყავს. მე მაგ ჩემი აზრები გუგაზე რა ყავს. გუგას ჰაი ყავს და აცამდებს. მინიმუმ 16 უნდა იყოს. თამაშა უიჭველი, ანუ შეიძლება ჩემი აზრით. 8000-ია. თქვენი რეიზი უნდა იყოს. თქვენი რეიზი. მე მგონია სტრიცი მიზნებს. სტრიცი არ ვიდება. რატო? 3 არ ყოფნის. 5 5-იანი და 7-იანი კი სტრიცი არის. ვა, ვერ მიხვდანი კი რა უნდა ქნას და უხსნის აქ. რაღაცა უკეთეს. ოჰო. ეხა მაინტერესებს. ვინთან ვაგებ 1000 showdown. გასწრები რომ მოვაყაროთ მეგობრებო. ო, ჰაიშთან. რა გქონდა? კიკერით მოი, კაკოთი მოი. კაკოთ, ჩემი რა სისულელეებში იძიძგილავეთ აუ თუ? ხადაო. მაგარია. მეთკინა, იმენა მეთკინა. მე ცუდი დაგიგო. შენ მე ბოლომდე ცუდი დამაიღო შენთვის ხო? აო. არ გაუმართლა Big blind-ი ნიკის. არის ნუ არც უნდა გაყოლოდა აქამდე ნიკის ავარაუდოთ, მაგრამ ბავნახოთ ვენახი. ალექსანდრეს სიტყვა არის, ქოლი არის 800. აკურიანი ნი როგორც ვახსენეთ, იზრუნებს თქვენი გამოცდილება რომ სტუმრების გაგუზიაროთ პოკერთან პასპინცლობაზე. დაკავშირებით. სულთა ჰაერზე. მე თამაშობ მეორედ. მე ამის ყაზახეთის საერთაშორისო მსოფლიო ტურნირებში თუ ჩემპიონატი მაქვს მიგერიათ მოგებული. მონაწილეობ როგორ? ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატი. რაში? მაფია. ეს თამაშობ პირველად? გუგა შენ? მე ვთამაშობ ხოლმე ლაივ ტურნირებს, აი მონტე-კარლოში გახდით 2-3 წლის წინ. ანუ ყველაზე გამოცდილი. ყველაზე გამ. არა, ეგრე ხშირად არ ვთამაშობ, მე მაგრამ ბავშვობაში თამაშობ. ალექსანდრეს რაც სიტყვა არის. 10 წელი არ ქოლი არის მითამაშე. 800. თუ ბავშვობაში ქოლი იყოს. არალეგალურად. გასართობად. ანანო fold G2 ფონტი. fold ირაკლის სიტყვა არის 600-ია, ხო? 800 სხვათა არის შორის ყაზახეთში მე მგონი ირაკლი ასპარეზობს თავისი კი, საკმაოდ კაი შედეგებით. ეხლა იყო ესპანეთში და ესპანეთში ძალიან მაგარ პილოტებთან ერთად ასპარეზობს. ესპანეთში მსაჯებმა დაღუპეს რა. ესპანეთზე მე მგონი უარი. კი. გუგას სიტყვა არის check ნიკი ჩეკ. check ჩეკ. check check turn გუგას სიტყვა არის გაიხსნება ბოლომდე. კი ასენ. 2000 bet ნიკის სიტყვა თუ ქოლი 2000 უნდა გაუსწოროთ თუ რეიზია მინიმუმ 4 ფოლდი არ განიხილება. ოლინი შეგიძლია რეიზიან მეორე რა? თუ ქოლია 2000 თუ რეიზია მინიმუმ 4 ქოლ 2000 ალექსანდრეს სიტყვა fold და ირაკლი fold თამაში ხართ ორნი ისო მენაში. river რივერზე ამოვიდა 10-იანი, არაფერი შეიცვალა. check გუგა. check showdown გახსენით კარტები ამჯერად ნიკის ამჯერად ნიკიცა იყო. იემანი. ჭუზი თუ დაიგო, იქ ნიკის არ უნდა ითამაშო. როგორ არავის არ მოსდის ამ რა. წერა მომივიდა, მაგრამ ყველამ დაკარგა. G2 სიტყვა რაღა არავის არ მოსდის მეორე ხელში ვატუზები და მივსა და არა. ძალიან კაი. ლამის გაისოლდა მეორე ხელში. ხო. ირაკლის სიტყვა არის call 800 გუგა ორიანები ძალიან ორიანები ახლა ირაკლისთან გადაინაცვლა ორიანი. ვერ იქნით. ჩერაშობით 400 უნდა დაამატოთ თუ ქოლია შემო. ეგ ორი ცალი მწვანე კი call ანანო check. check flop კომენტარებში ძალიან ხშირად არის მის კითხვა რომ ალექსანდრეს სიტყვა პირველი კითხვა კი არა მოწოდება არის რომ გრუპიან კარტი აჩეხოს ჩეხავს გრუპია კარტი ჩეხავს უბრალოდ თქვენ ვერ ხედავთ ვერ ხედავთ მართლა ძალიან მიჭერს დამახსოვრება მოდი check. მე ერთად check თან საკმაოდ დიდხანს ნათია გამოცდილია ამ ბავში და არანაირი წუნი მას არ აქვს ასე რომ ალექსანდრე ანანო და ირაკლია ყველაფერი მისი მხრიდან იდეალურად მიმდინარეობს 2000 bet ამასობაში კი ალექსანდრეს ირაკლი ორი წყვილი ყავს დაბეთა ხალხებს კიდევ ერთი გავჩერე. თხილი თამაში წავიდა. რა ყავდა ხე რო გვანახე აბა?
ოპ. ადგადა ანახა. ადგადა. თოდა ნაზად შემოსული. ვერი დით ამ. Small blind-ი 500, 2000 big უნდა blind-ი. შემოვიდე, ხო? კი. ძალიან სტრესულია, მეგობრებო. ამდენ ფულს მე არაფერში არ ვხარჯო. მარტო თემას. მარტო ტემოს ამბექსინგში. ჯერ სადახარ ანან, ახლა კიდე გაიზრდება. ეხლა თემქაზე ერთად წავიდე. ირაკლის სიტყვარი პირველი 1000-ია call-ი. Fold. გუგას სიტყვა fold. ნიკი 1000-ია თუ call-ია. Call. ალექსანდრეს სიტყვა fold. ანანო 500 უნდა დაამატო. გაიზარდა და არავინ არ Fold-ია. ოკეი. მაგრამ flops ნახავდი. ჩეკია? Big blind-ი. ეხლა წურავს რო არ გაყვერა. 3000. სულ გზემოდან. 4000 მაშინ. ზეიდან კიდე. 4 უნდა? არ პრობლემა. ამატოთ ეხა თუ call-ია. ფსიქოლოგიურად ეხავს რა. მაგრამ მე მაინც გავყვებოდი, არ გავწყდებოდი შანსი არ. არა, მე დავწექი მაშინ. თქვენ დაწეკით მაშინ 1000 არაფერი არ დევს გლდანი versus თემქა წავიდა. ზემოდან, ანუ raise-ი გააკეთა, ნიშნავს იმას. არა, თუ call-ია, თქვენ უნდა დაამატოთ 3, იმიტომ რომ 4000 არის ჯამში. პატარა გაურკვევლობა ნიკი ვერ იგებს ამდენი უნდა დაამატოს და მე კიდე დავარეიზებდი ჯიჯი. შეგიძლია 5000 და ხურდას დაგიბრუნოთ თუ call-ია, просто სიტყვა მითხარი. Call. და რამდენს ვამატებ? აი ეს შემოდი. არა, 3-ს ვამატებ. ან ეგ შემოდი 3 ცალი რა ვიცი, 1-ია. მაინც ვერ გაიგორამდე სამ. ორნი ხარ თამაში. ყველაფერი აუხსნეს, მაგრამ მაინც ვერ. აუ, ეხა გაიზდება და გაიზდება. ჯუთის სიტყვა არის? ჯუთი. სიტყვა 5000. 5000. Call. Call. შემიგა. ოპა, წავიდა დატოლიბა. სიტყვა? Check. ნიკის სიტყვა? Check. აი თქვენ ღარიბებო თქვენ ბანძ კარტაში River. თქვენ. ოუ, ვაუ. რამდენია ბანკო? G2G ვითომ ბლებს აპირებს? და იმას რამდენია? არ ქნა. შენზე მეტი მაქვს. რა მაგარით 19 ნახევარია ბანკი. არ გარისკო. მე დიდი არ ესროლო. თქვენ ხა თუ ბლეფაულ თავს დაგაცლე. ფუნქცი ვარ ჯი. ხოლმე მაგის გამო წააგებ ეხლა. უეჭველი მოვიდეთ. ეხა გავარდნა. ოი ოი. 10000. მე მინდა რომ ვიღა. ეს წავიდეთ ხო? უნია ვიღა. Showdown. გახსენით კარტები? ფულები. კაკოფა. რა, ბიჭო, ფული მომეცით. ო, ნუ call-ი ყველაზე ისეთი ვარია. დამაეგონა. ისედაც all raise თუ აქ დაერექებინა და იმას დაეკოლა და წააგებდა ხა დამის კარტა აქ არაფერი არ 2000 raise. შემდეგი დარიგება. ნიკის სიტყვა? მოძლიერდა ნიკი საკმაოდ სტექში. Fold. ალექსანდრე, თუ call-ია 2000 უნდა გავსწოროთ. თუ raise-ი მინიმუმ 4. Call 2000, ანანო. ალექსანდრემ გადაწყვიტა ამჯერად დამასა. რაღაც უცნაურ კარტებში თამაშობენ. არა, ცუდი კარტი არ იყო დაამატოთ თუ call-ია. არა, ხო, დამასამიანზე მქონდა საუბარი ამასობაში და. დამასამიან კიდე თამაში. დაგიბრუნდა ფული უკვე არ უნდა შესვლა, ამე შესულიყავი. თამაში ხარ 3 და იხსნება აქ flop-ი. ირაკლი გუგა და ალექსანდრე არიან გათამაშებული. ირაკლის სიტყვა პირველი. Check. გუგა. ამ კარტს რო უყურებ სიცოცხლის ორი მეტარგება. გუგამ გადაწყვიტა შეტევა. 2500 bet ალექსანდრე. Fold. და ირაკლი. ირაკლი call-ით უპასუხებს ავარაუდოთ. მინიმუმ. მე რო გავახმოვა შეიძლება ფული ამ დიდად თამაშები. Call. Call 2500 შემოდი. ასეც მოხდა call-ით მიიღო. ძალიან გუგუდავს რა. სიტყვა, ჩემო ძმა. 12000-ია. სიტყვები თამაში. სიტყვა თამაშობს ვაკომინგ. Fair. ძალიან საინტერესო. ირაკლის სიტყვა? Check. Check. გუგა. გუგა დაარეიზებს ხა, იჟივით. ფულია, გიწოცხლე. წაახჩას. გუგა ხა მთელი YouTube-ი შეძებდეთ ფსონს, ხო იცი ხა? აქ მარტო მე არ ვარ ხო YouTube-ები. ძალიან სუყედებს. არხი ხო გაქვს? არხი მუსიკალური ჩემი არხი მაქვს, მაგრამ ანუ თქვენი რა არხია? ირაკლი შალიკა. Check. ავტოთემატიკა. გუგასაც აქვს არხი. ირაკლის სიტყვა? გუგას წააგ არხი. გუგა ცალკე. Beatbox-ის არხია. სხვაგან. Check. მე ჩემი თქმა ხო? Check. Check. Showdown გახსენით. ჩემია. ლე ხარ? იმათ 2-2-იანია აქ. გახსენით კარტები Showdown. მე რატომ გავხსნა? 2 წვილი. ხო.
აუ მე მეგონა შემოხილი. ანუ ის რომ მე არ მინდოდა გააზრდა და რაღაცა. ნათ კაი გამოუჩა რომ დაუვაჭრო. გუგას სიტყვა არის? გროვი. ელენე მაინც უნდა გააძრო სახე. ანანო. აუ, ფოლ. სახეს დავუწყო. რამდენია? 1500-ია კოლი. ნიკის სიტყვა. კოლ. კოლ, ალექსანდრე? კოლ. კოლ, ანანო, კოლ. ჯუთი, small ჯუთი სახის. 1500. შეკვეცა. ჯუთი. მედი 15000 შემოდი. ეხლა შემოდით 15000 ძმაო. ეხლა შემოდი. 1500 კოლ და big blind check. ვეღარ. რა ვქენა, ანანო, რა. ეხლა გაღავრებდი მე რომ მინდა თამაში. თამაში ხარ 5 და flop. ისევ კაცო. ბიდი. ვაი, ანანოს flop street-ი დაეცა. ჩემი სიტყვა? შენი სიტყვა. შეასაბტყო. წინასწარ უნდა ვიცი. check, ირაკლი check. ჩეკ. check, ანანო, რეიზი. bet რამდენი? მინიმუმ 1500 უნდა იყოს. კი ბატონო, 3000. ანანომ 3000 დაიცახა. იცი რა არის? ექსი ყავს მე მგონი. ანუ ვალეტ კაროლი ყავს. ცოტას ხელავს მე მგონი. მოიცადე. ფოლდ. Fold, ირაკლი. მე მიყვარს G2G თვითონ რო ალაგებს კომბინაციებს რაც მე არ დამეთვლი. არა ისე თვითონ. თვითონ საკუთარ ფიქრებას დააგებდი. პროცენტულად ნიკის და ირაკლის full house-ი უნდა მოუვიდეთ რომ ნუ ალექსანდრესაც, მაგრამ გამორიცხულია ჩემი აზრით. მე ძალიან მეშე. ალექსანდრე დაწვა საერთოდ თერნზე არაფერი შეიცვალა. იდეალური თერნი. check. რეიზი. რამდენი უნდა დავარეიზო? მინიმუმ 1500 უნდა იყოს. მაქსიმუმ რამდენიც გინდა? ნახე ბანკს უყურე. და რას მეუნება ბანკი 1500, აჰა. 1500 ირაკლი. call, ნიკი. call. მეგონი ეს მაგარი მომზადებული მოვიდა და მე არ ვიცი. მე აი წეღან ეს იყო რა. თუ აგებ უნდა წააგო რა. ეხლა მე ესე გავიწურები, გავღარიბდები. აუ ეჩი. არა. მე თქვენად დილას მე დავარეიზებ. რამდენი? 1500. როგორ კიდე რა გაдай. საკმაოდ ცოტას გამოდის. call, ნიკი. ანანო. არა, არ მინდა კაცო იქნები. ვაუ, აგებ. აღარ დარჩამდე. შემოდის რამდენი? ისა გახსენი ხოლმე. მოგიგებს. showdown გახსენი. აქედან იწყება. აგრესორი ხსნის. მე არ შემიძლია ესე დავარეიზო. კი, შეხსნი. ანა უნდა გახსნა აუ რა აგრესორი. კარტი ყავს კიდე ავარეიზო. ოი, ვატლა იყავდა ძმაო. ნაცი რითი ყავს? ცოტა მეტი და გამოყვება. ისა. მე ხადავები. ჩვენ მიყოლებ. იმენა. ბლაინდები შემოდით small big-ი, ანანო 4 და შემოხვდე. აი მე ძალიან გეცოდები ხმაში. ჩემი არის 1000, ხო? კი. აი წამოცალეთ. ეხლა რაღაცა კარგი კარტი დამინეთ რომ თუ ცრემლი წამომივიდა მე აი, კარტზე კიდე ორი უნდა დავამატო. ორს ავამატებ და მე წვეღარ. ყველამ არ ვეულობდი რა პირველად თამაში. მე შეგახსენებთ რომ ბაკურიანში ოპერაში გაიმართება ფინალი და თითო მაკიდას ეყოლება თითო გამარჯვებული რომელიც ნაწავა ოპერაში. რაც უფრო იზრდება მით უფრო კარგად ფოლდავთ. მე იმის ფოლდი მომწონს რაღაცნაირად. ხო, ძალიან პროფესიონალურად ფოლდავს. ამასობაში კი ტუზვალეთი ყავს გუგას. შეუტევს სავარაუდოდ თამფერში და შეუტევს. სიტყვა მითხარი და გავაგრძელებ რამდენი? რეიზი. 5? ხუთს ანუ დრო დავქოლო, ეხლა რა უნდა გავაკეთო? უნდა შემოხვიდე 5000. კი ბატონო. და მე 5000. ხოლე. ალექსანდრე fold. მე რამდენი შენ 3 უნდა დაამატო, რომ ქოლი იყოს 5-ის. ანანო მე მგონი არ დაამატებს. ნამდვილად დაწვა. ნიკი და გუგა არიან თამაშებაში. flop. კი მაგარ კარტებში თამაშობს. ნიკი დარწმუნებული ვარ, რომ არ ყრის არასდროს. აუ ბითი მინდა რამე და ამის შესახებ გავრეპო. ჩაურთეთ ამ კაცს. თქვენ რო ისაუბროთ რამე გარება. მინუს ფონოგრამა. მინუს ფონოგრამა. ბანკია 15 ჯამში და ნიკის სიტყვა. ბითი. ჰარუტუნეს ბითი ჩაურთ. ჰარტუნა. კოლი იქნება 4000. აი, კოლს აპირებს. არაფრის დამყრელი არაა. კაროჩე, ნიკის არ უნდა დაურეიზოთ. რამდენად? თერზე აი აქ მე მგონი ხსო. ის მოხდო. აუ, ხოლმე ჭამდეთ. და თუ მიყავს ჭამ, რა მაგარი. როგორ ხინკლები რო იდოს და თუ მიყავს ჭამ, კარგად ხარ? კუჭი იყოს 100.
ანანო მაგარი იდეა და მე ვიქნები მოაშო და მომაგებინო. ოშო. 12000 ბეთ. მე შენ რომ მისვაში მოდი. თუ კოლია უნდა შემოხვიდე 12000. ძალიან სერიოზულად. ხო, გუგა დაუყარა ნიკე. მე მგონი კაი მოიგებს. გაფინიჭი. აუ ოღონდ ველოდებოდი. ვეჭებელი უნდა წავსო. გავხსნათ მეხუთე. მე აი კარგი რო გაიხსნა. ხომ არა ჯერჯერობით აგებდი ეგ. აგებდი არა ვაგება. კი. მეც ესე ვითამაშე. და რივერზე ტუზი და ხო რა, ძალიან ბევრი აუთი. აქ თუ გაქოლავდა ნიკი, რივერსაც გაუქოლავდა და წააგებდა. ძალიან ბევრი აუთი. ვალეტიც რო ამოსულიყო იმით იცი. ოუ, ჩემი მეზობლის საყვარელი კარტია უნდა. რომელია? ვიდეო 4-იანი. ნიკი შენი თქმა. 3000-ია კოლი. კოლ. კოლ 3000, ალექსანდრე. კოლ, ანა ის ანანო. კოლ. კოლ. 1500 ხო? კი უნდა დაამატე და big blind. და G2G. ყველას ახლა მოგვივიდა კარტი. აუჩი, G2G ყველაზე წუთვარიანჩია ხოლმე. ანანოს ხრიანის სამოსვლის შანსი ძალიან პატარა. დავიცავო გაგაფრთხილე. არც თუ ისე კაი მეზობლის საყვარელი კარტი ქონია, იმიტომ რომ ვერ რომელი მეზობი? ზემოთ უკვე. რომელზე იძახი? შემიძლია. ეხავე უნდა რომ ტიპმა ჩახსნას ხალხი რა. იმიტომ რომ იცის რომ ვერ შემოდის რა და ეხა 4 უნდა ხარ რომ თამაში. 15000 შემოყაროს რომ თუ გავატარებთ გავუიტეს. 4 ხარ თამაში და ბანკშია მხოლოდ ანტე 3000. ჯი თუ არ წავა? ვითომ დაარეისებს? მე რომ იმეშდება. აი ფლოპს ნახავდა მე. ჩეკ. ჩეკ. ფლოპი იხსნება. ანანოს სიტყვარი. და ტუზია მოვიდა ფლოპზე და ნიკი ძლიერი კიკერით გახდა. თამაში ესე იგი. რაღაცა ხარა იხსნა. 10000 ბეთ. ნიკის სიტყვა. რეიზ ხო შემიძლია. რეიზ შეგიძლია ოღონდ უნდა იყოს 20 მინიმუმ. იმიტომ რომ 10 გამოსულია. რეიზ 20000. დაურეიზა ნიკი. ალექსანდრე. დარიგდა. რამდენია დასამატებელი? არაფერი შემოხარ 20 უნდა შემოხვიდე. თუ კოლია 20000 უნდა შემოხვიდე. არ ვიცი. აი, ფოლ. Fold, ანანო. Fold. G2 სიტყვა. 10 დაამატე. რატომ მოუწოდებ? All-in. გაფიქრავს, მისა პატიოსანი მოქალაქე ვარ თუ მაფიოზი ვარ? არა ძლიერი ხელი გიჭიროს. ან უჭირავს და ან არა, წეღან გითხრა აღარ გაგიტარებ და შენზე ფიქრობს რომ შენ არა შენი კვები. ეს ის შემთხვევა როცა ქალს არ უნდა უსმინო. ან უნდა უსმინო. All-in და All-in 20-ია. ანუ 10100 უნდა დაამატო თუ ამისი კოლი ხარ. All-in. ნახე, აი ეგ და 100 შავი. შავი რა. შავი არის 100-ია. All-in, call, აუ, აი ხა საინტერესოა. კარტები გახსენით და პირველი ხსნის G2. ტუზი კაკო, ტუზი. აბარა, ბიჭო, აბარა. წინასწარზე იმობს და არ დაისაჯოს ემანდ, მაგრამ დაბალი შანსია და ვერ დაისაჯოს. აბარა, ბიჭო. Niki Slow in the building. აბარა. აი, მოიცა დავითვალო. ბრავო. ელი ჩამორჩი. მაგა, კაია რო, ანუ კაია რო წააგე. ყავდა მე. ის? მომარა. 30100. პლუს ძალიან ბევრი მოიგე, ხო ეხა? საკმაოდ. ეხა ბლაინდებს რო სულ შენ შემოხვიდე ხო? მე შემთხვევას მოვიგებ. ყველა ფიშკას ავაგროვებ და წავალ გლდანში. შენ სასტუმროს ხსნი ხო? სახალისო, ასე ვთქვათ, წესი დავნერგეთ, ვინც გავარდება თამაშიდან, ამოიღებს არეული კარტიდან 6 კარტს. დავითვლით, რომ რამდენი ბუქნი უნდა გააკეთოს მან. ო, კარდი ორდიშების მოიღო. გული რო არ დაწყდეს ხო ძალიან წაგებაზე? ბუქნებია, მე ბუქნებზე ცხოვრებაში აღარ ვითამაშე. ანანოს კადრი იყო ძალიან საინტერესო. აქ მაინც მოვიქო. გადმოტრიალება. აქ კაი კარტია მოგიგო, ეხლა ნახე. ეს არის 2, 3, 8, არა, ეს 11-ია. ანუ 20-25 ჯამში. ვაიმე რა. 25 ბუქს გააკეთებ შეთუჯი. ერთი ჩვეულებრივი პატრონია ვარ.
ანუ 25 ლოლამ რა გასწავლა? გასწავლა. გდაში მოსულა თავის გარასხოდება და რო გაურასწავლე. ეხლა მაგრამ აღარ მინდა წაგიბავ. ეხლა უფრო აღარ გინდა. მუსიკა, ეს გაუკეთე, ბეთი გაუკეთე, ბითი. ბეთი გაუკეთე. რამე წავწერე და იცი. ბიტბოქსი მითხარიz და მე შენი რამე ქენი? ეს ხო, იცი ყო. არა, ამან თუ შეიძლება ჩაგირთოთ მუსიკა. Bravo, G2G. ნახოთ სტეკები როგორ არის? ირაკლის 34, გუგას 86, ნიკის 99, ალექსანდრეს 30, ანანოს 54 და G2G-მ დაგტოვა. თანხა დაგიჯდა ხო? არა, ცოტა მოვიდის რა. გიგის სიტყვა არის 3000-ია ქოლი. გიგი ველოდებით კიდე კომენტარებში არის რომ სტეკები რამდენს ქოლავს და ვის რამდენი ყავს იმ მომენტში მიაწერეთო და აი ესე არის შემოდის ხოლმე ვის რამდენი ყავს დაახლოებით და მაგიდაზე შეგიძლიათ დააკვირდეთ რა ხო მარტივია რა მეგობრებო ლურჯი სტეკები არის 5000-იანები და აი მეტი ვისაც უფრო მეტი ლურჯი უდევს ფიშკა აქვს ის არის უფრო წი რა მაგით შეგიძლიათ მიხვდეთ რა ის 3000-დან არაფერი ეკლდება რეალურად ხო? 2-3-ია ბლაინდი. თავისი იყო და არაფერი 1500. 1500. ეხლა სმოლ. სიტყვა? Call. ალექსანდრე შენი სიტყვა? კაი, call. Call, ანანო. Fold. ირაკლი 1500 უნდა დაამატოს უქოლია. Call, big blind. ირაკლი ფერის გამო flop. გუგა დაჩეკა და 10-იანი იგებს შერჩერობით. ნიკის 10-იანი. Check. ალექსანდრე, check. Turn. Check. მეგობრული ჩეკები გაუშვეს. Check. გახსენით. 6-იანი. 6-იანი, 10-იანი მოიგო. და გაიმარჯვა ნიკიმ, მეგობრული. აბარა, ბიჭო, ბანკი აქეთ, ყველა ფულები. მაგრა უხარია ყველა პოტის მოდი. ასე ხარ? აი ესაა ქურთობა, აი ძმა, არავის არ უყვარ ხარ, არავის არ მოწონხარ. ყველას უნდა რომ მეეზოვებიყო, მაგრამ არ ვიქნები. ალექსანდრია big blind-ი, ხო? კი, ალექსანდრია big blind-ი და ანანოს სიტყვა არის. კარგი ხუმრობა შემოგთავაზა. 2-4. რამდენი უნდა გავხმო? 4 არის ქოლი, 4000. იცი რა? Fold. აი, ირაკლიმ დაყარა ტოს 5 აგური, საინტერესო. 5 აგური დაყარა. რატო პოზიციის გამო? 4 აგური. უბრალოდ ჩუიკა ქონდა ეგეთი. 1000 რეის, არის. 6 უნდა დავამატო, ხო? დიახ. Call 8000, ალექსანდრეს სიტყვა. Stop. ახურდაობას მომიწევს. ოკეი. Call. თამაში ხარ 3. Flop. ნიკის სიტყვა 4-ია მინიმალური ფსონი. ნიკის მარტო ხო? ჩეკი შეგიძლია. შემიძლია? შემეძლო, კაი, ოკეი. ალექსანდრეს სიტყვა. Check. გუგა. რამდენი აქვს გაინტერესებს? ოი, გუგას ოლინია ფაქტობრივად. ოლინია? არა, რამდენია მითხარი და მაგის მიხედვით. შენი ოლინია. მოდი. ხო, წაიღეთ, თუ ჩემი ოლინია წაიღეთ. ჩიპები წაიღეთ. ჩიპები წაიღეთ. გერარაჰია. რა ცუდია. გუგას გაუთხდა. კარგად გაუხარდა, მაგრამ უნდა გაუმართლოს რა. კი ბატონო. არის აუტელი. ჯერჯერობით შენია? Turn-ზე ვალეტი და ბევრი აუტი დაემატა გუგას თუმცა რივერზე ეგრევე. კი ბატონო. პატკატ. შენია? ჩემია, ხო? კი. კაც დავემგვარი. ბლაინდები, small big 2-4, 8000 უნდა შემოხვიდე ანანო. კი. ირაკლის სიტყვა არის პირველი. Call 4000.
გუგას სიტყვა. ტუს დამა ტუს სამი. ხო გუგა არის. ამჯერად კი. ანჯი თუჯი. მაგრამ უკვე გიგაზე იხედება თუ გოგაზე. ჯი თუ სანოს. ოლინიო გუგა მეგობრებო, მე მგონი ჩემი ვარაუდები. ანანო არ შევა ვითომ? არა, ანანომ უნდა დაუქოლოსა ყველა ვარიანტი. ანანო. ხო, შემოვიდა. არ გითხრა რომ ყრი. შებრაინდი იყავი, მაგიტო. რამდენია მისი ოლინი? თუ ხოლი ხარ მითხარი და მე დავითვალოთ გავხსნი. რამდენი მაქვს თუ რა მკითხე? არა, მოდი დავფოლდო. იმამ ჯიტუს მიეწიე საფლავში. მაშინ ირაკლიმ უნდა და დაქროს. ირაკლი. ოლინია. ოლი. All-in call, showdown, კარტები გამიხსენი. ვაა, ჩემი. მე სუსტი ვარ. იბატონო. უქნები გავამზადე. ხო, რა გულები ძალიან გუგა გადის ბეწვის ხიდზე. 1 2 3 4 ურავთ გუგაზე? ხუთიანია სამიანი უნდა, ვერაფერი. გილოცავ. გაორმაგ და ირაკლი. თუმცა გუგას მეტი აქვს. მეტი ყავს. არა, ლურჯები მეტია ცოტა. არა, მე ძალიან ცოტა. მეც. დუდუდუდუ. გუგას სიტყვა არის პირველი. გუგას უნდა და გაორმაგება, მაგრამ კი, უფრო ბლაინდ ჩიპების მოპარვა უნდა და არ გაუმართლა უფრო. ეგ ამბავი. ნიკი ფიქრობს. კოლ მითხარი პირდაპირ. ხეროს ყავს ძალიან კაი კარტი. ალექსანდრე. რაიზ. მინიმუმ 8000. და რაიზ. Sunrise. 8000 mini raise fold. ირაკლი 4 უნდა დაამატო თუ კოლია. 8000-ია რეიზი. ორნი ვარ თუ სამნი? სამნი ხართ თქვენ. შენ, ნიკი და ალექსანდრე. ჩემს ვერ ნიკია? ანუ რეიზი არის ალექსანდრეს და შენი სიტყვა. აი, შემოგთავაზა თავის საფირმოს სიმღერა. კი ბატონო. არა, 4 უნდა დაამატო თუ კოლია. ოკეი. მეგონა რომ ჩეკის პონტი მქონდა. ეხლა აღარ. Call, flop, თამაში ხართ ორნი. ნიკის სიტყვა. ჩეკ. ჩეკ. აი, ეხა თუ გაგზელება მინდა რამდენს ვამატებ? შეგიძლია ჩეკი, შეგიძლია ბეტს შემოხვიდე, ოღონ ეს ბეთი უნდა იყოს მინიმუმ 4000 და ზევით რამდენიც გინდა. აი, რა არის დარჩენილი? 4 ხო? მინიმუმ აქ დამაყავს 4000. ალექსანდრეს, ნიკის 4000 რა არის შენთვის? არაფერი. მაგრამ ნახე, ორკუს რამე არ მოვა. აქესებე. მაგაზე იზრუნე. აი არა, ეს Samsung-მა Apple-ს რო გავუკეთა, ხო იცი? Call 4000. ხალხში ჰაერში აქვს. თვითონ რო იყოს აგრესორი, თერნი. კიდე მესმის. თერნზე კიდე უფრო გაძლიერდა. ვიცი 1000-ს თუ ელოდება. ხო, ალექსანდრე კიდე უფრო გაძლიერდა. თან ალექსანდრეს ყავს. ორკუსი რა არის ვაფშე? 10-იანი რის ამოსვლის შანსიც უკვე მცირდება და კაროლი რო დადოს მაინც ალექსანდრე იგებს. ხალხს ნაყიდი აქვს უკვე. Call ჰაერში 5000. დინები. რივერმა არაფერი შეცვალა. ნიკის სიტყვა. ჩეკ. ჩეკ, ალექსანდრე. ოლი. All-in. ოლი, რამდენია მაგის all-in? რას ამბობ? კოლი თქვი და All-in-ზე კოლი. აქ ხო არ აერია ნიკის და ხო არ გონია რომ ფლეში ყავს. 500-იანები ჩეკ. ხედა უკვე როგორ ინგრევა თემქა და გრანი. და 8000-ია, ხო? რამდენია? 40000. ნახეთ, მომაწოდებული დიჯასთვის არ გული მაქვს აჩქარები. ეხა ვიგრძე. მოდი, არა. ანუ კაი კარტი ყავს. All-in call. Showdown კარტები გამიხსენით. პირველი ხსნის ვინც all-in-ი გააკეთა, ანუ ალექსანდრე ამ შემთხვევაში. ფული მომეც. აი, უეჭველი აერია. არა, მე მეგონა. დამაყავს. ღმერთო, რაში შეხვედი ოლინს? აუ, ღმერთო ჩემო. რატო იქნება? აი არის დილოსა. ეგარა რაში შევიდა ოლინს? პირველ სარკულს გაგიტოვებ. რა პირველ სარკულს? სიგიჟეა. ნახე რა მოიფული. ეხა ვერ მივხვდი? ვერც მე. ხო, ანუ გაურკვევლობა. პატარა გაურკვევლობა ნიკის
აშკარად აერია რაღაც თავის კარგი და სხვა რაღაც იყო ეგონა რომ ყავდა სავარაუდო. გაურკვევლობა გამოიწვია მაგიტაზე ჩვენშიც და ალბათ მომხმარებლებშიც. არ დავაბულინგოთ მეგობრებო, მოდი აერია სავარაუდოდ. ჩავთვალოთ. როგორ შეგიძლია. ნიკის სიტყვა არის პირველი. 4000-ია კოლი. არის პირველი, ძალიან კაია, თუ ნიკის სიტყვა პირველი, კოლი რამდენია? ამასობაში კი შეგახსენებთ რომ თქვენ შეგიძლიათ კოლ 4000 მოხვდეთ სატელევიზიო მაგიტაზე ბაკურიანში, რომელიც სტარტდება ლიდერბეთის ეგიდით და საიტზე ლიდერბეთის საიტზე პოკერში მიმდინარეობს აქცია, სადაც შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ, დააგროვოთ ქულები და თუ გახვალთ მოწინავე პოზიციებზე, შეგიძლიათ მოხვდეთ სატელევიზიო მაგიტაზე. ახლა კი გავაგრძელოთ ისევ ეს მაგიტა. არავინ არ გაყვა. ის აქ. არავინ არ გაყვა, მოიპარა ბლაინდები გუგა. ირაკლის სიტყვა. Fold. გუგა სავარაუდოდ ალბათ კიდე დაავლინებს. დაყარა. ალექსანდრე, შენი სიტყვა. ორი უნდა დაამატო თუ კოლია და ანანუ არის თამაში. Call, big blind. Check. ბლაინდები საკმაოდ მოწყვეტილია. ალექსანდრე კოლი. Flop. ალექსანდრე სიტყვა. შეგიძლია ჩეკი, შეგიძლია სონი შემოხვიდე, შეგიძლია, რა ვიცი, ოლინი, შეგიძლია ფოლდი. 10000. 12-ია პოტი და 10000 შემოვიდა და ანანომ სწრაფი კოლით უპასუხა 32000 გახდა პოტი და უკვე ვითხოვ TikTok-ზე ცალკე ამოჭრან ალექსანდრეს სიმღერები. Call 10000. მაგარი ჯახი. River. Olin. Olin. 10, 15, 16, 17000-ია სულ. ოკეი. ან უნდა დაამატოთ 7000. იმენა ორი კაპიკი. Olin call, showdown კარტები გამიხსენით. ვიხსნით შევ. რა მნიშვნელობა? გადანა. ანანო გახსენი. ტულს 7-იანი. ტულს დამა. არ გაუმართლა ანანოსაც. ალექსანდრესია. არც G2G-ს ორივე მადლობა გინდაცვალა. ტიკერიცა. G2 მოყვა, G2. ჩემი ბუქნები ჯერი მოვიდა, დამარცხება მერგო წილად და თან ბუქნები რა. იმენა დარცხვენილს მიშვებს. ორ მაგად მტკივნეულია აქ წაგება, როგორც ჩანს. ამის შესახებ არ გავუთხე. 6 კარტი უნდა მოიღოთ და რა დავიწყოთ. თქმა უნდა, ის რომ ცუდნოდა. 5 კარტი. აუ, კარგი ხა. რაც გუში მარკეთენ ზუსტად ფეხის ვარჯიშებით აღარ. კიდე 6? მარტივად გაიგეს ფოტოში. ანუ 10, 19, 25 და კაროლი არის 4-იანი, ხო ეგრეა 29 ჯამში. მე ბუქნები. ძალიან კაი შედეგია. მე წარებით დამივატეთ, მაგრამ ალექს მოდი და არა. სერიოზულად. მე რატო არ ვაკეთე? მე აჭარული წავიდა. არ შეიძლება. მე ვუღებდი. წავიდა. აი მოცეკვავე მაფიოზები არის. ერთი არ ვიცი. და ერთად გავაკეთე. ჩაბარები. ამასობაში კი სტეკები. ირაკლის აქ 68, გუგას 41, ნიკის 38, ალექსანდრე ჩიპლიდერია 153000-ით. საკმაოდ მაღალი სტეკია ალექსანდრე. მე ბლაინდი ვიყავი და რაც შემოვიდი იმაზე ვიჭი. სინამდვილეში რა ხდება კიდე, იცი? რაღაცა პატარა დეტალებს ვერ ვეწევი ხოლმე რა კიდე. რა დროს თავიდან შეიძლება ხოლმე. ეხლა ნიკის სიტყვა. ჩემ ბლაინდზე არა. 5-ია ხო შემოსასვლელი? Call. Call 5000 ალექსანდრე. Fold. 3 უნდა დაამატო თუ კოლია. Call big blind. გუგა. გუგა ოლინ ვითომ? მე მის ადგილზე ასე მოვიქცევოდი. გუგას ძალიან ცოტა აქვს. რასაც ხედავ დაახლოებით. Olin. 20. კოლი შემოვიდა. ნიკი მე მგონი გათირთულია აქ და. 36 არის. ოპა. Fold. ნების სერიები გზელდება. გახსენი რა მომაწოდე კარტი. Flop. ოპ. ფლოპზე არაფერი, turnზე. გუგა 3-იანი და რევერზე. ძალიან სუსტი კოლი იყო ნიკის. ეს უკვე აჭრილია მე მგონი. ალექსანდრე სიტყვა. და 2000 დარჩა თუ 6000 დარჩა. საბედის წერო შეცდომა იყო იქ და 10.
მაგრამ გამოცდილებას მიიღებს. მეორე სეზონში დარწმუნებული ვარ, თუ გვესტუმრება, ბევრად გამოცდილი იქნება უკვე. Fold, ნიკი big blind-ი ხარ? ორი დაგრჩა, შემოდი ბარემ რა ვიცი. ხო რა. 7. ეს აქეთ. გახსენე. Showdown. რაულინია. ორიანი მე გავუყურებ რა. Flop. ეხა ორიანინა, ჰა? არაფერი ფლოპზე. თერნზეც არაფერი და რივერზე სტრიტი ჩახურა ალექსანდრე და წაუგებელი. დღეს თქვენ გადაცემაში ნახავთ ყველაზე რეპერულ ბუქნებს. აი, აპირებს ბუქნებს. ეხა მე ჩემი თავი რო ვიცი, ეხა ნახე ტუზი და ტუზი, მაგრამ არა. კაროლი 12, 15, 17. წავიდა. მოკლედ, მადლობა მეგობრებო, რომ გამხვიდეთ, ბუქნებიც უნდა გამაკეთებინოთ. ამ გადაცემას უსურვებ წარმატებას, მომეწონა მაგრაც, ალბათ დიდი მომავალი აქვს ამ გადაცემას. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მადლობა კაი თამაშისთვის, მეგობრებო, პირველად ვითამაშეთ, ძალიან ვისიამოვნე და თქვენ არხს დიდ წარმატებას უსურვებ და რავი, ფინალში კიდე გამარჯვებას ვინც არ უნდა გახვიდეთ ამ მაგიდიდან. ახლა თავი ბუქნები. წავიდა. თავთქვეთ. ეს კასატკუცი ჩემი მარცხნიდან მოდის? სამ ბუქნები მაკეთებინა, მავან. არ მეკაიფა და ბუქნი მაკეთებინაც, მაო, რა უნდა. ბრავო. მადლობა გადავხადოთ. მე არავის არაფერი არ ვაკეთებინე, თვითონ დაიმსახურა, ასე ვთქვათ. სტეკები 56 ირაკლი, გუგა 80, ალექსანდრე 164. გუგა საკმაოდ დაბრუნდა თამაში, იმიტომ რომ დაახლოებით 10000, 15000 ქონდა დარჩენილი და ძალიან გამომართლა რომ აქ არის. გუგა დადის ბეწვის ხიძე რა. კი ბატონო. ალექსანდრეს სიტყვა, big blind-ია ირაკლი და თუ ქოლი ხარ 3 უნდა დაამატო. 10 ზემოდან ჯამში 12 რეის. რამდენი დამატება მიწერს? 5 გყავს მაგ 7 უნდა დაამატო. ნახოთ აბა დრიფტერების სამაში ხართ ორნი. ჯახი. აქ რომელი მოიგებს. საკმაოდ ახლოს მიყვებიან ერთმანეთს. კი ბატონო, კი. ხო. ჩეკ ანუ. ჩეკ. ჩეკ. ამ შემთხვევაში ალექსანდრე არის ლიდერი და მიყვება ირაკლი, კი. შეგიძლიათ ჩეკი. მგონი ვერ მიყვება. კარის კაცითო ალექსანდრე? გაყვება? რაც გინდა? ჩეკ. 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 არც ერთი არ რისკავს და მაშინ რივერსეც დაჩეკა. ალექსანდრეს სიტყვა არის ისევ? ჩეკ. ირაკლი. აბა ირაკლი. ეთი ბიჭო. აი. ვერ გარისკავ. მაგრამ საკმაოდ იყო ბანკი. კი, ბანკი დიდი იყო. აქ ყველა ვარიანტში დიდი ბანკები იქნება, იმიტომ რომ უკვე ბლაინდი პატიოსანი ხალხი გაიჭირა. პატიოსანი ხალხი ყოფილა დრიფტერი. მაგდათ. გუგა დაცხებდა მე მგონი ოლინს. 3 უნდა დაამატო. დაწვებოდა ყველა ვარიანტი. ალექსანდრე? რამდენი ვხსოვატებ? შენ არა ნახე, big blind-ი ხარ, შეგიძლია ჩეკი, შეგიძლია რეიზი. ოკეი. ალექსანდრეს ტეკი აქვს ძალიან დიდი. ფლოპ. ალბათ არ გარისკავს. ჩეკ. ჩეკ. ძალიან ბევრი SMS-ები არ შემოდის და წერილები ჩვენთან. კომენტარი არის ძალიან ბევრი, რომ უბრალო ხალხმა რა დავაშავეთ, ჩვენც გვათამაშეთ და ასე შემდეგ. გვაქვს მაგისტვის გათვალისწინებული, თქვენ უნდა შეხვიდეთ ონლაინ ლიდერბეტზე, იქ დააგროვოთ, ასე ვთქვათ, ქულები პოკერში. ხო, პოკერში და შემდეგ უკვე მოხვდებით ისეთ მაგიდაზე, სადაც ვიდეოს გადავიღებთ, როგორც ეს მაგიდაა გადაღებული და ეს ყველაფერი იქნება ბაკურიანში, ოპერაში და ასევე უმასპინძლებს მათაც ბაკურიანი ინის სასტუმრო. აქ ირაკლი ოლინშია. 24. გავრისკოთ. კოლით მიიღო ალექსანდრემ და აუტები აქვს. ოლინ კოლ კარტები გამიხსენით. მიუხედავად იმისა, რომ აქ ირაკლი წინ არის, ალექსანდრეს აუტები ძალიან ბევრია და თერნზევე მოკვდა ირაკლის ჰენდი, ასე ვთქვათ, დედ ჰენდი გაეჩითა და აღმოუჩნდა ბოდიში ცლენგისთვის. მე გერო გავიდე. დრიფტერებში
აბჯერად ალექსანდრე მოი. ჯერად ეხა სამს ჩვენი challenge-ის დრო არის, ისე უფრო ირაკლი იგებს ხოლმე. ხო, აქ მაინც მოგიგეო რა. 19 ჯამში. აუ, გეხოწებ მომაწოდე. არა, ცოტა. რამდენი 5 ხო? Google შემატკივროთ ირაკლის ხუთნებს. ეგ არის. 5 მოუწია? ბრავო. წარმატებას გისურვებ. რატო გააკეთე? აი, შეუძლია ადამიანს და ვაპატიეთ. საინტერესო თამაში იყო და კიდე მინდა. კიდე თუ იქნება თქვენ გვერდში. 205,000-ზე 95,000-ის წინა აქვთ. ორმაგი სტეკი აქვს და ნახოთ ალექსანდრე რას. არა, ჩემი აზრით გუგას გამოცდილება აქვს ბევრად. ხო, მაინც გუგასკენ ხარ? არ ვიცი. ნახოთ. 13 ჯამში. რეიზ. რამდენს ვამატებ? მანდ გაქვს 6 და უნდა დაამატო 7 კიდე. Call. Flop. ой, გუგას. კაი, ჩეკი. Check. სამი ერთნაირი ყავს და დაჩეკა გუგამაც ანკესტე წარმოგებას ფიქრობს და თერნზე. ჩეკი. Check. ორი აგური ყავს ალექსანდრეს. 12,000 არ დრო შეუტია. კაი, ვამატებ. შემოდი 12. ორი წითელიც. Call 12,000. River. ალექსანდრეს სიტყვა. ოზდი. რამდენი მითხარი? 20. 20,000. წამო. 20. All in. ჩესნობს. All in call. Showdown გახსენით კარტები და დავითვლით. Full house-ი. Flash-ი და full house-ი. გაგწირა. საკმაოდ გაუმართლა გუგას და არა, ძალიან მაგარი ხელი იყო. კი. გუგა შენი სიტყვა. All in. All-in call-ია კიდე? ვაი. აქ უკვე ალექსანდრე არის წინ და მე მგონი ჩემი სიტყვები ვერ დაკა რომ საკმაოდ წინ არის. Flop. და flop-ზე არაფერი. Turn-ზე არაფერი და river-ზე River. ნაბა ეხლა რა დარიგდება ნახო. კარგები გამოვშოთ რა. ალექსანდრე შენი თქმა? 4 უნდა დაამატო თუ კოლია. აი ეს ბუზი ძალიან ცუდად დამტრიალებს. თან შენ თავს ზემოთ არის ზუსტად. Call. ეზებს სად არის დამტენი? Check. Flop. Check. ალექსანდრე. რატი? 10,000. ალექსანდრე უტევს. Fold. ბრავო ალექსანდრე. ცოტა იგრძნო მე მგონი. აი ნახავდა ტურზებს ნახე. სტილუსამოვიდა ჯიბიდან ყოლადა. ფინალში რო გადიან მოთამაშეები, ბოლოსკენ ძალიან იძაბება ხოლმე და გუგა შენი სიტყვა? სახუმარო დარავის არა აქ ხოლმე საქმე რა. ორივე მოთამაშეს ძალიან უნდა და აქ გამარჯვება. Call 8,000. Big blind ხარ ალექსანდრე, შენი სიტყვა. ფოლდი. ჩეკი შეგეძლო. მართლა? ნეოვატით, ჩემი ბროლი. არა, აზრი აღარ აქვს. არა, არ ვიცი თამაში. დაწახვიდეს. საშინელება. ძალიან ცუდი შეფასება იყო. არა და არაფერი ეთყობა. არაფერი ეთყობა. მინი თუ რამდენი? რო არის. 20 ჯამში რეის. კაი. რამდენს ვამატებ? 3 წუთი. გუგა არის შედარებით გამოცდილი მოთამაშე. ბევრად არა, შედარებით არა, ბევრად. Flop. ამიჯერე. ბევრად გამოცდილი. ბევრი ხელი აქ დათამაშა. აქ ალექსანდრეს ძალიან მაგარი რეალური კარტი ყავს და რა თქმა უნდა. 54-ია სულ. ვერ უპასუხებს გუგა. Fold. წავიღო თუ დაი. ეგ გაიტანეთ, იმიტომ რომ აღარ გამოყვათ. 4,000 უნდა დაამატო თუ კოლია. Call 8,000. Big blind გუგა. Check. Flop.
ალექსანდრე ისე ნერვიულობს, რომ უკვე აღარ ემღერება. ალექსანდრე? რაღაც აღარ გვესმის მისი დადილის ჟღერადობა. 10,000. ალექსანდრე 4-იანი თუტევს. ასაც გუგა კოლით უპასუხებს სავარაუდოდ ასეც ხდება. თერნმა არაფერი შეცვალა გუგასთვის. გუგას სიტყვა. ჩეკ ალექსანდრე. არც ალექსანდრესთვის, ჩეკ. ჩეკ რივერ. რივერმაც. გუგა. დიდი არაფერი შეცვალა. ნახოთ. 17,000 bet. ნახოთ ალექსანდრეს პასუხი. ალექსანდრე. დაიძაბა. ტინ. გაი. Fold. დაყარა. Sorry fold იყო, ბრავო. ბლაინდები გაიზარდა 5-10. ალექსანდრეს უკვე აღარ არის ლიდერი. ხო, ამას აიხამია. გუგა შენი სიტყვა? All-in. All-in-ი და დააყრე. ხო, ნუ ბლაინდების მოპარვა მიდის ესეთ დროს და გუგამ ბევრად კარგად იცის ეგ ამბავი. ალექსანდრე შენი სიტყვა? 5 უნდა დაამატო თუ call-ია. Call. Call big blind გუგა. All-in. All-in. All-in call. All-in call. აი. ვიან ორიანში. 56 სულ. ალექსანდრეს მე მგონი ნერვებმა უმტყვა. არა, ნუ ცოტა ქონა დარჩენილი და ბლაინდები. ხო, ნუ ეგეც არის, მაგრამ ვიან ორიანი ძალიან სუსტი არის კოლინის. ფერშია. ერთი ფერში რო არის ეგ არის. ნახოთ. გაუმართლებს თუ. Flop. ალექსანდრეს მხარეს ვარ. ნუ არაფერი ფლოპში. სუსტის მხარეს ვარ. არც თერში და River. უი, ამას ქვია გაცისკლა. ეხლა მე მგონი სიმღერას დაიწყებს. ეხლა მე მგონი ცოტა საყიყინდება. დამა 4-იანი, თუ 5-იანი წინააღმდეგ. ეს. აი აქ ალექსანდრე ცოტა გამოსტილი რო იყოს, უნდა დააოლინოს. 12 უნდა დაამატო. მინიმუმ კოლით ხომ. 2 წუთი. კოლით მე. Call 22,000. ფლოპი უნდა. Flop. ვაი დედა. ალექსანდრეს სიტყვა არის. ალექსანდრეს საფლეში ყავს ტუსის 10,000 bet. და გუგას 3 ერთნაირი ქალი ყავს და 54. Call 10,000. Turn. უი დედა უი. ძალიან ძიმე გათამაშება არის ეს ალექსანდრესთვის და all-in-იო. ნუ უპასუხებს კოლით ვარაუდოდ. კი ბატონო. All-in call. 83. გუგა. დამოყავს. გავიგე ხო რა მოატრიალო თქვენ. წავალ, ეგ არის. არა საფლეში. დანებ დავითო? საფლეშია და საკმაოდ დიდ ტექს მოიგებს. კი. და რივერი მოიცა. ეგ არ ვიცი, საფლეში. აგურიც. ოკეი, ხო. და რივერმა არაფერი შეცვალა. ეგ არის. მიულოცოთ გუგას. ოკეი. გაუმართლა. რამდენიმე მნიშვნელოვანი დარიგებაში ძალიან გაუმართლა რა. იყო ძალიან. მოკლედ ბოლოს 8-10 წლის წინ ვითამაშე და მაშინდელი ვაიბი გამახსენე, როდესაც გითხრევს ეს თამაში ისე რომ ირგვლივ ყველაფერი გავიწყდება რა. ძალიან მაგარი მუღამი აქვს, მით უმეტეს როდესაც თამაშობ და დარწმუნებული ვარ მაყურებლის მხრიდან აი ეს ჩართულობა და ვინ რა გადაწყვეტილებებს იღებს ძალიან საინტერესოა. ჩემ შემთხვევაში ალბათ არ იყო ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებები, თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრი წარმოიდგენდით ჩემს ადგილას თავს, როდესაც დამწყები ხარ და კარგად ვერ ერკვევი სიტუაციაში. ძალიან მადლობა პროექტს, იმიტომ რომ ესეთი შანსი მოგცა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი ინიციატივები არსებობს და ყოველ შემთხვევაში პირადად გითხრათ, აი მე მაგრად ვისიამოვნე პროექტით. კარგი სიტყვა იყო. მადლობა ალექსანდრეს. ძალიან მაგარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაცა YouTube-ის პოკერ გადაცემა, სახალისო გადაცემა უნდა გამოსულიყო, თავიდან ეგრეც მიდიოდა, მაგრამ ბოლო ეტაპზე უკვე ძალიან დაიძება ამბავი და ძალიან კაი თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში, მიხარია რომ მოვიგე. წარმატებები ამ პროექტს ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენ შევხვდებით ოპერაში ბაკურიანში. მადლობა ყველას მეგობრებო, ჩვენთან ერთად იყავით და ჩვენ კი შევხვდებით ერთ კვირაში. მომავალ კვირამდე.